რადგან გჯერათ იმის რომ შეიძლება გაიაფთეს საკვები პროდუქტების საქართველოში, თქვა ბრინჯის, მაკარონის, სხვა პროდუქტების ფასები, როდესაც ლაპარაკობს ოცნების მთავრობა. მოგვიმატეს 20 ლარი, გაძვირდა ყველაფერი. ახლა გამგობენ დენი ძვირდება, გაზი ძვირდება. რა თქმა 20 ლარი რა ჯანდაბა? პენსია 20 ლარი. არც მის ეს არაუმჯობესებს თქვენს მდგომარეობას პენსიის განცდა, რომელიც ყოველწლიურად იზრდება. ხო, ფასები ყოველწლიურად წამლები ძვირია. აგერ გვერდები მტკივა გაჭირვებული ვარ, ახლა გაზი ჩართული მაქვს. ისე ცუდად ვარ, ძალიან ცუდად სალაპარაკოდ კიდე არ ვარ. განცით თუ რაცა და წამალი რო იყიდო კაცმა ერთი დამაყუჩებელს უნდა აგერ 20 ლარამდე მაინც ხო? საიდან მეიტანოს ეს პენსიონერი ვარ და აგერ ზივარ შეხვეული მაქვს წელი. 10%-იანი ზრდა გვაქვს ჩვენო ეკონომიკისო, ირაკლი ყობახიძე ამბობს. არა ისახა ეს თქვენზე ეკონომიკური ზრდა, ანუ ევროპაში ყველაზე კარგი მაჩვენებელი გვაქვსო. მე არ მინახი არაფერი და რა ვიცი. პენსიონერი ვარ და ვზივარ აგერ, ხوازე ვზივარ, ამდენი წელია, არ მყოფნისი პენსია და რა. მილიონები ხო ნახეთ მაგენიცა ოჯახი. ღარიბაშვილის იმაში. მილიონებს რო პოულობენ, პენსია რა, ყოველ წელს 20 ლარი რა. შეიძლება მომავალ წლამდე სულ არ მივიდე ახლა რა ყოველთვის 20 წლის გავხდები მაგრამ რა არის 20 ლარი მათხოვრული იგი ხო ანუ ეს არაუმჯობესებს თქვენს მდგომარეობას 20 ლარი დამატება პენსია რა არაფერი დეჭიმ არა წვალობა აგერ რო იყოს ყოფნიდეს ხო არ მიწვალებ ამ სიცივეში 70 წლის ქალი ძივარ აგერ არ ყოფნის და რა მერთმაკნას გაიაფთეს მაგრამ არ მჯერა ხო რატომ არ ჯერათ? თქვენ ჯერა? ოცნების მთავრობა. მე თქვენი პასუხობ ვარ. ოცნების არაფერი არ მჯერა. რაზეო? ჩემზე არაფერი არ მოუტანია მაგრამ თავიანთი შვილები ხო არიან ბუნებაში.